კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება REST API-ის სემინარი, პრაქტიკული გარჩევა ამ საკითხის და დღეისთვის არ გვექნება რაღაც რამდენიმე ამოცანა მოსახსნელი. გვექნება ერთი დიდი ამოცანა, ერთი დიდი პრობლემა, რომელიც უნდა გადავჭრათ. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა პრობლემებად დავყოთ. აი თუ გახსოვთ პროტოტიპების კვირას სემინარზე გავარჩიეთ ეგეთი ამოცანა, ერთი ამოცანა იყო ბოლოში დიდი. ქონდა პროდუქტების პროტოტიპი, ვაგენერებდით ობიექტებს, ქონდა ქართის პროტოტიპი, ვაგენერებდით ქართის ობიექტებს და მერე ქართში ვამატებდით, ანუ კალათაში ვამატებდით პროდუქტებს. დღეს გვექნება მაგის ვარიანტი, ოღონდ API უნდა ავაწყოთ მაგის, mock API, ანუ fake API რა, JSON სერვერის გამოყენებით. ნუ მოკლედ გვექნება user-ების endpoint-ი, სადაც იქნება user-ების data. ასევე გვექნება პროდუქტების შემონათვალი და გვექნება ქართი. ქართი შეგვიძლია გქონდეს თითოეულ user-ში. user-ს ექნება თავისი ქართის მასივი და როდესაც გადავწყვიტავთ რომ რომელიღაც user-მა იყიდა პროდუქტი, ჩავამატებთ აი ამ პროდუქტს იმ კონკრეტული user-ის ქართში. ზოგადი მოცემულობა ისაა, გზა შეიძლება უცბად მოგვაფიქრდეს რაღაც დამატებითი ფუნქცია, რომელსაც დავწერთ. ეგ ეს არა პრობლემა, ანუ კონკრეტული რაღაც გაწერილი ტასკი არ არის, ზოგადი ტასკია ეს და დამატებით რას გვინდა დავამატებთ, იმას გავაკეთებთ რა საბოლოო ჯამში. ოკეი. კარგი. მოდი დავიწყოთ user-ების შექმნით. თითოეულ user-ებსაც და პროდუქტებსაც ექნება როგორც get მეთოდის, ანუ წარმოღებაში უნდა შეგვეძლოს, მათი შესვლა უნდა შეგვეძლოს, დამატება და წაშლა. ჩვენ შეგვიძლია ეს ყოველივე დავწეროთ ერთ ფაილში, მაგალითად index.js ფაილში. უბრალოდ ძალიან დიდი ფაილი იქნება ეს უკვე, მერე ბევრი კოდის წერა მოგვიწევს და იქნება როგორც user-ების, ასევე პროდუქტების ლოგიკა. ჩვენ შეგვიძლია რომ user-ების ლოგიკა და ფუნქციები იყოს ცალკე ფაილში და პროდუქტების ლოგიკა და კოდი იყოს ცალკე ფაილში. მოდი ამისთვის ცალკე ფოლდერი შევქმნი week9. აქ შევქმნი user.js და ასევე product.js. products.js-ი და მოდი ამას users დავარქვათ. edit rename users.js და დავიწყოთ მოდი user-ებით. ამისთვის რა ხომ ჩვენ JSON სერვერის შექმნას ვაპირებთ, ასევე დაგვჭირდება ერთი დიდი JSON ფაილი, სადაც იქნება user-ების endpoint-ი და ასევე პროდუქტების endpoint. შეგვიძლია მაგისთვის ცალკე JSON-ი გავაკეთოთ, ცალ-ცალკე, მაგრამ მან საჭირო არ არის რა. გქონდეს data JSON-ი და თავიდან მოდი ავაწყოთ უბრალოდ რო წარმოვიდგინოთ როგორი user-ების და პროდუქტების data გვექნება, რა პროპერტებით. ანუ გვექნება users-ის endpoint-ი, რომელიც არის ობიექტების მასივი, როგორ შენს ისე. ხო არ გავადიდეთ თორედ. ოკეი, ცოტა გავადიდოთ. users-ი იქნება ობიექტების მასივი, რომელსაც ექნება ID. ID-ს მოდი ახლა ჩემით გავწერეთ და მე თავის გაეწერება ავტომატურად, ID ერთი მაგალითად. კონდეს მოდი first name. ნუ აქვე მთავაზობს რომ ორ წერტილში უნდა იყოს, ანუ ორ მაგბრწყალებში უნდა იყოს გახსოვილი ტაბს დავაწვევი თავის დაწერს. First name იყოს მაგალითად Temo. Last name Tuskeridzė, ერთი უბრალოდ დავაწყოთ ერთი ობიექტი, რომ მე ვიცოდეთ ყველაფერი. რა არისგან შედგება. ასევე გქონდეს მოდი email-ი. email-ი იყოს Temuri Tuskeridzė.
წერტილი 04 წაღლუკა gmail.com და რა ვიდეო შეიგავ. დამატებით ინფორმაცია შეგვიძლია, მაგალითად 100 გიგა დავწვით ასე შემდეგ, მაგრამ არა, საჭირო რა. და ასევე იქნება კარტი, რომელიც იქნება თავიდან ცარიელი მასი. თუ ეს თემო მოინდომებს რაღაც პროდუქტის შეძენას, პროდუქტი დაემატება აი ამ კარტის მასივში, რომ ვიცოდეთ, რომ აი ამას ეს აქვს შეძენილი. ოკეი. და ასევე გვექნება პროდუქტების endpoint. products, რომელიც ასევე ობიექტების მასივია და ამ პროდუქტებს ასევე ექნებათ ID. ეს არ გიგონოთ, რომ ანუ თუ ID არის უნიკალური იდენტიფიკატორი ობიექტის, რატომ არის აქაც 1 და აქაც 1? იმიტომ რომ ეს არის users endpoints, ესა product endpoints. განსხვავდება. პროდუქტს ექნება, რავი, სახელი ექნება პროდუქტს. მაგალითად იყოს iPhone 16 Pro Max. კონდეს ფასი. პრაისი იყოს მაგალითად არ ვიცი ხარ არის. დავაწეროთ 5000 ლარი, ვიცი ბევრია, მაგრამ მაინც. და რავი, იყოს ეგ ჯერჯერობით. და თუ გადავწყვიტეთ, რომ თემოს უნდა iPhone 16 Pro Max შეძენა, ეს ობიექტი აქ ისევ დარჩება, მაგრამ ასევე ეს ობიექტი ჩაჯდება კარტის მასივში და გავიგებთ ამით, რომ თემოს აქვს შეძენილი აი ეს პროდუქტი. ოკეი. და ეხლა ამისგან მოდი გავუშვათ JSON სერვერი. ამისთვის უკვე დაინსტალირებული გვაქვს JSON სერვერი, ვისაც არ გაქვთ ახალ პროექტზე მუშაობთ, დაწერდით npm install JSON server და დაინსტალირდებოდა ჩვენი JSON სერვერი. და ეხლა უნდა გავუშვათ ჩვენი fake API, npx JSON server და მერე იმ JSON ფაილის მისამართი, რომლის მიხედვითაც მინდა რომ API გავუშვა. ახლა მე აქ data.json-ს ვერ დავწერე. data.json-ი რო დავწერო, აი ეს data.json-ი ეგონება. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ, აი აქ ვართ ჩვენ week 9 ვიცო. ასე უნდა იყოს წესი. მე ვიყავი შესული უბრალოდ ლექციამდე. full stack JavaScript-ში ვართ და მე რო დავწერო აი ეს კომანდი npx JSON server data.json. ეს data.json იქნება აი ეს data.json-ი. წინა ლექციაზე რაც გამოვიყენეთ. to-do-ების JSON-ია. იმიტომ რომ full stack JavaScript folder-ში data.json ეგრევე არის აი ეს. და მე მინდა ის data.json-ი, რომელიც მდებარეობს week 9 folder-ში. ამიტომ რას ვაკეთებ? ჯერ უნდა შევიდე week 9 folder-ში წერტილი slash-ით week 9 და მე ამოვიღო data.json-ის ფაილი. აი ეს. და გაეშვება. ასევე თუ მინდა რომ მე index.js ინდექსი შეიძლება ამჭირდება, მაგრამ სიტყვაზე index.js-ი რო გავუშვა, რო დავწერო ახლა მე node გამოტოვება index.js, ნახეთ დამირწყა error-ი. Cannot find module index.js. ანუ full stack JavaScript-ში მაგ folder-ში ვართ ახლა ნახეთ. ესაა directory. ანუ იმ folder-ის სახელი სადაც ახლა ვარ. და აქ არ არსებობს index.js, არსებობს week 9-ში. ამიტომ index.js რომ მივწვევ წერ node გამოტოვება index კი არა და წერტილი /week 9/index.js და მე რეშვება. თუმცა ყოველთვის რომ აი ამ მისამართი არ დამჭირდეს წერტილი /week 9, იმიტომ რომ დღეს ხო სულ week 9 folder-ში დავიმუშაოთ. მე შემიძლია შევიდე აი ამ folder-ში და მე ჩვეულებრივად გავუშვე კომანდები. cd კომანდით. cd არის change directory, ანუ directory-ის, ანუ folder-ის შეცვლა. და დავწერ cd week 9. და ნახეთ, დაეწერა week 9 folder-ში ვარ ახლა. ანუ week 9 folder-ში ვარ, მე რო გავუშვა ეგრევე node index.js-ი, ამ folder-ის გამოსახედიდან index.js ვხედავთ. წეღან ვერ ვხედავდით. აი წეღან წარმოვიდგინეთ. აქ რო გავუშვით კომანდი რა, აქ ხო index.js ვერ ვხედავ. იმიტომ რომ ჩამოშლილი არ მაქვს. და ეს რო ჩამოშალი იგივე რაც რომ შევედი მის folder-ში რა, მის ტანში. და
ეხლა შემიძლია ჩვეულებრივად გავუშვა index.js. ასევე ჩვეულებრივად გავუშვა სერვერი npx.json server data.json. data.json ეხლა აი ამას მიმართი, იმიტომ რომ week 9 folder-ში ვართ. თუ მინდა რომ ისე უკან გავიდე, წერ cd წერტილი//. წერტილი// ხო არის აი ამ folder-ში რო ვიპოვოთ რაღაცა. აი მაგალითად აი აქ რას ნიშნავს წერტილი//. წერტილი// ნიშნავს რომ აი ამავე folder-ში იპოვოს week 9. მაგრამ მე თუ მინდა რომ week 9 folder-დან გარეთ გავიდე, მაშინ ვიყენებ წერტილი//. აი მაგალითად. მინდა რომ გავუშვა week 2-ის ფაილი. პროგრამა. week 2.js ხო week 9 folder-ში არა, ამიტომ მომიწევს რომ გავიდე ერთით უკან და მივწვდე week 2-ს. და გავუშვი week 2. ეხლა აქ ერორი, იმიტომ რომ week 2-ში ერორი მოქვს. აქ. number-ი არ არის defined, ეს დაკომენტარებული და მაგიტო. ეს მაინც რო ვიცოდეთ. ნუ week 9-ში დავრჩეთ და გავუშვეთ სერვერი. JSON server data.json. შვენიერი. აქეთ გადავიდეთ. ოღონდ ამას აქეთ გადმოვიტან. ეს ასე იყოს. ნუ ეგრე არა. ჩულურად იყოს. ეხლა ეს იმიტომ არ შევა, რომ 3 სპორტზე მაქვს სხვა რაღაც გაშვებული. ერთი წამით. მეგა. შვენიერი. გვაქვს user-ების endpoint-ი და ასევე პროდუქტების endpoint-ი. user-ებზე გადავალთ. შეხვდება ჩვენი ერთი user-ი, რაც ქონა ჩაწერილი. პროდუქტებზე შეხვდება ერთი პროდუქტი. და ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი პროგრამის წერა. დავიწყოთ მოდი user-ებით. ასე ხელით რომ მოგვიწევს დამატება, მოდი შევქმნათ ფუნქცია, რომელიც დაამატებს ახალ user-ებს. async function. ან შეგვიძლია უბრალოდ error ფუნქციას გამოვიყავთ, ეგეც შეგვიძლია, მაგალითად const create user უდრის async პარამეტრების ფრჩხილები და აქ ვწერთ მთელ ფუნქციონალს. და მე როცა გამოვიძახებ აი ამ ფუნქციას არგუმენტად უნდა გადავცე ის ობიექტი, ანუ იმ user-ის ობიექტი, რომელიც მე დავამატო. მაგალითად მე დავამატო name bk აღონდ first name იყო მგონი, როგორ მქონდა აღარ მახსოვს ერთ წუთი. First name, last name, email და კარტი. Okay. Name, no first name bk, last name მაისურაძე, email იყოს მოდი bk მაისურაძე ზაღლუკა gmail.com და ნუ კარტი იქნება რა თქმა უნდა ცარიელი. აი ასე. იმიტომ რომ თავიდან user-ი რო რეგისტრირდება ჩვენ საიტზე, ჯერ ხო შეძენილი არაფერი აქვს. Default-ად იქნება ცარიელი მისი ობიექტი. მისი ობიექტების მასე. მივიღებ აი ამას აი აქ user swatch-ში და მე გავაგზავნი fetch ფუნქციით requests და request იქნება post მეთოდის, ანუ დაპოსტვა მინდა ახალი ელემენტის დამატება მინდა /users endpoints. მოდი მაგის დაწერას დავიწყებ. ბარემ try ანუ error handling-ს გავაკეთებ ბარემ ყველა ფუნქციაში. const response response-ი გვიბრუნდება აუცილებლად და დაგვიბრუნდება ის ობიექტი, რომელიც დავამატეთ. ანუ ეს. await fetch მისამართი არის. მოდი დავაკოპირებ. აი ასე /users_on და მეორე არგუმენტად გავატან ობიექტს. და ამ ობიექტში იქნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ვატან.
აქ catch-იც მქონდეს, მოდი. Catch error და დავაკონსოლოთ error message. ნუ მეთოდი არის, HTTP მეთოდი არის post-ი. Content type, ანუ იმ კონტენტის ტიპი, რომელსაც გავაგზავნი არის application JSON-ი, JSON ფორმატში ვაგზავნი, ანუ string-ში, ჩვეულებრივ ობიექტს და მასივს არ ვატანთ ხოლმე. და თვითონ body, ანუ ის ელემენტი, რასაც გავატან, იქნება გასტრინგებული, ანუ JSON stringify user. აი ეს. ასევე შეგვიძლია ახლა აი ამის გამოყენება ძალიან ხშირად მოგვიწევს localhost 3000. შეგვიძლია სულად შევინახოთ. მაღლა გქონდეს მაგალითად const API ან URL იყოს უბრალოდ. API URL. უდრის აი ამ სულადის მნიშვნელობას strings და template literals მეშვეობით ჩავსვა როგორც API URL-ის მნიშვნელობას ბექთიკები $, ფიგურული ჭხილები API URL და /users. და ამას გამოვიყენე ხოლმე მესამე მხოლოდ. და ყოველ ჯერზე ამის დაწერა აღარ მომიწევს. და მე ისევ თუ response წერტილი სტატუსი არ უდრის 201-ს, როდესაც წარმატებით ემატება ახალი ობიექტი რაღაცენის ფონზე, სტატუსი ბრუნდება response-ში 201. რო წარმატებით დაემატა. თუ 201 არა, ესე იგი რაღაცა ცუდი მოხდა, ხარვეზი მოხდა. ამიტომ ამ დროს გავიჭროთ ახალ errors, throw new error და ვეთქვით user was not added. ასე. და მე გამოგვიკონსოლდება აი აქ message-ად. ანუ ეს რაც გავატანე არგუმენტად მოვიდე error-ში, error message-ში უბრალოდ. მოდი გავტესტოთ. ახლა გავუშვათ users.js პროგრამის ფაილი. ოღონდ აქ ამას არ ვეხევით, აი ამ node-ის გარემოს, იმიტომ ამ node-ის გარემოში გაშვებულია ჩვენი API, ვამატებთ ახალ ტერმინალს. შევდივართ wix9 ფოლდერში, იმიტომ რომ ისევ აქ ვართ, ახალ ტერმინალში ვართ root პროექტში. root პროექტი არის ყველაზე მაღალმდგომი პროექტი, რაც მაგ გახსნილ Visual Studio Code-ში. თქვენ თუ ახალ პროექტზე, ახალ ფოლდერში დაიწყებთ მუშაობას, აი ამ ფოლდერების და დირექტორიების სვლა არ მოგიწევთ. cd wix9 და გავუშვათ users პროგრამა. node users.js. ნუ არაფერს არ ვაკონსოლებთ აქ. თუმცა რო გადავალთ ჩვენს user-ების endpoint-ზე, დაემატება ახალი მომხმარებელი, ბექა მაისურაძე. ნუ ID ავტომატურად ენიჭება ისეთი, რომ იყოს უნიკალური და სხვებს აღარ დაემთხეს. და ნუ აქ შემიძლია რომ უბრალოდ მაინც დავაკონსოლო საბოლოო ჯამში რა დაემატა, ანუ response-ში გვიბრუნდება ის ობიექტი body element-ში, რაც დავამატეთ. ამიტომ მაგას ამოვიღებთ ჩვენ. const edit user უდრის await response წერტილი JSON-ი და შემდგომ ეს დავაკონსოლოთ. ან ახლა რო გავუშვა, დაემატება იგივე მომხმარებელი არ დავამატოთ, მოდი იყოს რა ვიცი. ლუკა მაისურაძე იყოს ამჯერად. აი დაემატა ლუკა მაისურაძე. დავარეფრეშოთ, დაემატა ლუკა მაისურაძე. ანუ მოდ live server-ის ნაირი არაფერი, მაგრამ node-ით ვამატებთ. live server რას ნიშნავს ანუ? რას გულისხმობ? ამ პროგრამა უნდა გავუშვე რომ დაემატოს. თუ მაგას გულისხმობ. ისე ვერ იზრდ. HTML ხო save ვაჩვენებდით. გაშვების გარეშე ვერ მივხვდით ემო უკეთეს რომ მიხსნა. მაგას როგორ ხსნით ემო? რას? რას როგორ ხსნით?
ხსნი რას ქვია? ანუ ავტომატურად ემატება ID. მე არ ვატან აქედან ID-ს, ავტომატურად ემატება უნიკალური. მაგ. საბავანზე იძახი? არა, თემო, მითხარი. ეს ფაილი როგორ იხსნება? აი ჩვენ რო გავუშვით სერვერი, აი ამ command npm.js server და JSON. აქ არის link http localhost 3000 ან /users და /products არის რა. აქ რო გადახვალ Windows-ი არის control კლიკი, Mac-ზე არის command კლიკი. აქ გადაგიყვანს და გეუბნება user-ებზე გაქვს 3 აიტემი, product-ებზე 1 აიტემი და აქ გადახვალ მე. /users და /products endpoint-ებია. ანუ საიტს რო ვაწყობ ხოლმე სიტყვაზე control-s რო ვინახავ, ეგრევე ჩანს შედეგი, რაც დავამატე საიტზე. ნუ გვინდა? ხო. ამ ეტაპზე კი. ნუ შეგვიძლია რომ რაღაც Node-ის სერვერი გავუშვათ და მანდაც რაღაც დამატებით ბიბლიოთეკაა რომ რაღაც ცვლილებას რო შევიტანთ, ანუ ზოგადად back-ის წერას რო დავიწყებთ რა, front-ის მერე. აი ნამდვილი API-ის აწყობას. მაგრამ როცა რაღაცა შევცვლით, ერთ-ერთი ბიბლიოთეკა არის, რომ ყველა save-ზე ახლიდან იტვირთება სერვერი თავიდან, ანუ ახლიდან გაშვება აღარ გვიწევს პროგრამის რა. ანუ Node server.js-ი ყოველჯერზე არ გვიწევს. ვასევთ და ახლიდან ეშვება თავისით პროგრამა, სერვერი რა. კი, ეგ შეგიძლია. უბრალოდ ახლა ეს ხო ანუ fake API არის, რაღაცა Node-ის სერვერი გაშვებული ხო არ მაქვს მაინც და მაინც. ანუ ჩვენი პროგრამაა რა, სერვერი არ მაქვს აწყობილი. ნამდვილი API არა. თორე შეიძლება კი. მაგებაზე ბექის ნაწილში მე ვისაუბრებთ კურსის მეორე ნაწილში. კაი, და ამას ახლა მარტო user-ი შექმნა ხო არა, ასაკმარისია რა. გვჭირდება როგორც user-ის წაშლა, user-ის შეცვლაც. და ნუ user-ის წამოღებაც. კონკრეტული user-ის წამოღება. ამას დავაკომენტარებ. მოდი, აქ ნუ იდეაში კომენტარის დაწერა აღარ უნდა, აქ რო აი create user, იმიტომ რომ ფუნქციას ისეთი სახელი ქვია ინტუიტიური, რომ ეგრევე ხვდებით, რომ ნუ ეს user-ს ქმნის რა, მეტი არაფერი აღარ ჭირდება. ახლა მოდი შევქმნათ user-ის წამოღების ფუნქცია. const get user პარამეტრად გვექნება ID, user-ის ID და მე რო გამოვიძახებ get user ფუნქციას, აქ გადავაწვდი ID-ს, მაგალითად ერთიანი. const get user უდრის async უნდა ეს. და ის არის დამოვიწყდა. აქაც try catch მექნება. როგორ აკეთებს და ვიძახებ აი ამ ფუნქციას, create user ფუნქციას ვიძახებ, გვაწვდი არგუმენტად objects და ეს ობიექტი ემატება აი აქ body jstring-file user. პარამეტრში ვნახავ და method post-ით უშვებ fetch ფუნქციას. აქაც იგივე ამბავი მექნება try catch-ი. ნუ კოდის უმეტესობა მაინც ერთი იგივეა აქ. const response უდრის await fetch და თუ მინდა რომ წამოვიღო მე ინფორმაცია get http მეთოდით. მეორე არგუმენტი აღარ მჭირდება, უბრალოდ დაუბრუნდები რომელი მისამართიდან წამოვიღო. წამოვიღებ აი მისამართიდან. ოღონდ მე ყველა user-ის წამოღება არ მინდა. მთელი user-ის მასის წამოღება არ მინდა. მე მინდა მხოლოდ იმის, რომელიც მაგ გადმოცემული ID-დად. ანუ აქაც მექნება slash და მე template literally სინტაქსში ID, იმიტომ რომ ID პირდაპირ მნიშვნელობით ID არა, ცვლადი არის. მაგას წამოვიღებ და მე შევინახავთ. ოღონდ ჯერ გავტესტავთ, რამდენად კარგად მოხდა ეს ყოველივე. თუ response-ის სტატუსი არ უდრის 200-ს, ან თუ წარმატებით დასრულდა get request-ი 200-ს დაგვიბრუნებს სტატუსად და თუ 200-ი არა, ესე რაღაც მოხდა. ამ დროს გავისვრით errors. Throw new error user was not fetched.
და თუ აქ არ შევიდა, თუ აქ შევიდა, ეგრევე ქეჩზე გადავა და ამ კოდეს აღარ წაიკითხავს, აქ რასაც დავწერ. და თუ აქ არ შევიდა, გააგრძელებს. და ამოვიღებთ data-ს. const user უდრის await response JSON და დავაკონსოლოთ ჩვენი user. ეს. გავუშვათ პროგრამა, წამოიღო პირველი user-ი. რო გადავცეთ აი ეს ID, წამოიღეს მაგალითის მქონე users. აი ეს. ლუკა მაისურა წამოიღო ამჟამად. საიდემონის უნიკალური სახელები მე ვაწვდი. აი ლუკა მაისურაზე შექმენი მეთქი რა. ამ ობიექტს რო გადავაწვდი, ინახება user პარამეტრში და მე ვატანა აქ body property-ში, რომ ეს დაამატოს. ანუ გასტრინგებულ ვერსიას. და ID თვითონ ემატება უნიკალური. ეს დავაკომენტაროთ, ახლა ვჭირდება. ასევე შეიძლება მოგვინდეს user-ის შეცვლა. მაგალითად, email-ი შევუცვალოთ სიტყვაზე რა. const change user უდრის async აი ასე და აქაც ჭირდება ID, რო ვიცოდე რომელი user-ი შევცვალო. ანუ რო გამოვიძახე მე change user ფუნქციას, უნდა გადავაწოდო ID, მაგალითად ერთიანი. ანუ გამოდის რომ პირველი ID-ს მქონე ობიექტს, ანუ თემოს უსქირიზე შევუცვალოთ, მოდი mail სიტყვაზე. try catch-ს გავამზადებ. try catch, მანამდე თქვენ მიპასუხეთ ამისთვის რა რომელი HTTP მეთოდი გამოვიყენო. ჩაჩერ დამიწეროთ. response უდრის await fetch მისამართი აქ იგივე იქნება, რომ ეს user-ი შევცვალო კონკრეტულად. აი ეს. მეთოდი რა იქნება აქ? ფეჩი, კაია, ფუთი შეგვიძლია, უბრალოდ ფუთი მთლიანად ანაცვლებს და მე შეიძლება არ მიდოდეს მთლიანი ჩანაცვლება. და მოდი მეორე არგუმენტით ამას გადავცეთ ობიექტი. და აქ ჩავწოთ ის პროპერტიები, რომელიც მინდა შეიცვალოს, მაგალითად email-ი მინდა შეიცვალოს და იყოს თემო ცუცქირიძე და არა თემური. gmail.com, აი ეს. ან მეთოდი იქნება ფეჩი. content type იქნება application JSON-ი. მეთოდის მე header-ს აღარ მინდა წერე. აუ ხო, ეს header-ში უნდა გავწეროთ, კი, მართალი ხარ. მაგაში მართალი ხარ. და body-ში გავატანთ I am objects, რომლითაც მინდა რომ ჩანაცვლეს email property. მოდი აქ იყოს, ეს შევინახოთ changed properties სიტყვაზე რა. JSON stringify აი ეს. და ხო, ეს უნდა შევასვათ headers object-ში. იმიტომ რომ არის დამატებითი ინფორმაცია request-ის შესახებ. მართალი ხარ, ეს გამომჩა მექანიკურად. იგივე მინდა, ნუ აქ არ მინდა ეს ამოღებისაა. აი აქ მინდა. მადლობა სალამ. ამას ავიდან ზევით. შვენიერ. როგორ უნდა მივხვდე რომ პროგრამა მივხვდეს რომ email-ია და სხვა არა. აქატან. ანუ შენ თუ გაატან email ორწეტილი თემოს უსქირიძეს, email შეცვლის, იმიტომ რომ patch-ს ვიყენებთ აქ და email-ს ჩანაცვლებს. თუ გაატან name რაღაცას, ნიკა მაგალითად ნიკათი ჩანაცვლდება რა. ეს property. შენ თუ გაატან ეს property, რომელიც არ არსებობს, მაგალითად age 21. ეს age-ი დაემატება ზემოდან. თავისით ხდება რა მაგას. თუ ნახა მსგავსი property იქ ობიექტში, ჩანაცვლებს აი ამ მნიშვნელობით. Okay. Console log response. Status. ოი, აქ არა. ბოდიშით. აი აქ. და მოდი გავუშვათ ჩვენი ფუნქცია, პროგრამა ვნახოთ რას გამოიტანს. ორა სტატუს ოდი დააბრუნა, ნახეთ, response-წერტილის სტატუსი ნახავს, ორა სტატუს კოდს. ანუ წარმატებით მოხდა რა.
დავარეფრეშოთ. ნახეთ, იმეილი აქ იყო temuri@gmail.com. ეხლა იქნება temo@gmail.com. ანუ ამით შეიცვალა. მე ასევე შემიძლია სახელი შევცვალო name ნიკა დავარქვა. გავუშვათ პროგრამა. გახდა ნიკა ცუცქირიძე. დავარეფრეშოთ. ამოიცა რატო? ბოდიშით ნახეთ. first name უნდა დამეწერა და name. და განა first name შეიცვალა, მაგრამ name დაემატა ზემოთ. name ხო არ არსებობდა აქ, ამიტომ name დაემატა. მოდი ამას ამოშლი აღარ გვინდა. აი ასე. აქ უნდა გავატანოთ ჩვენ first name. First name. გავუშვათ პროგრამა და თემოს მაგივრად დაეწერება ნიკა. აი ეს. მოდი ახლა ისევ თემოს დავუბრუნოთ. და ესა პირველი ID, აქ სხვა ID გადავწე, სხვა შეიცვლება. Okay, და ნუ აქაც შეგვიძლია დავამოთ error handling-ი, რომ თუ response სტატუსი არ უდრის 200-ს, მაშინ გავიშოვოთ ახალი error-ი და თქვათ, რომ user was not changed. ანუ არ შეიცვალა user-ი. და თუ შეიცვალა, მაშინ დავაბრუნოთ ისეთი ობიექტი, რომელიც არის უკვე განახლებული ვერსია. Changed user უდრის await response.json. Yes. აი თემოთი ხო შეიცვლება ახლა. და დააბრუნებს on async function change user. change the user უნდა დავაკონსოლდო არა ფუნქცია. და დააბრუნებს იმ ობიექტს, რომელიც შეიცვალა მთლიან ობიექტს რა, რაც შესრულილი არის. ესა ჩვენი შესრულის ფუნქციონალი. არა, მაგალითად თუ არ აწერია gmail.com ან სხვა იმეილი. ანუ აქ რო იმეილში რო ეწეროს, ოღონდ gmail.com რო არ ქონდეს ბოლოს, ასე ეწეროს მაგალითად. ესე რო იყოს იმეილში აწერს თემოს. მართალია თემო არ არის იმეილი, მაგრამ მაინც ჩაწერს. ნახე? ჩაწერა იმეილში თემო. აქაც რო განახო. ანუ მაგის ვალიდაცია არ გვაქვს ჩვენ. შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მაგალითად თუ change property-ში არსებობს იმეილი, მაშინ მოდი გავტესტოს ეს იმეილი რა. სიტყვაზე. თუ არსებობს, მაშინ კიდე ერთი if მქონდეს. ან აქ მქონდეს თუ არსებობს იმეილი და ამავდროულად იმეილი changed properties იმეილი არ შეიცავს ძაღლუკას, ანუ არ შეიცავს ძაღლუკას includes ძაღლუკა, მაშინ გავიშვით errors და აქ აღარ გადავა. error კეცი გადავა. throw new error და ვეთქვით რომ email was not valid. ანუ ახლა ამ შემთხვევაში errors დაარტყავს. email was not valid და არაფერი შეიცვლება რა. მაგრამ იქ რო იყოს მაგალითად temo@gmail.com ძაღლუკას შეიცავს. და დაემატება. email გახდება temo@gmail.com. ესე შეგვიძლია დავამატო. ნუ back-ში უფრო სხვა ვალიდაციები, ან მარტო ძაღლუკა არ შორის. რაღაც ვალიდაციები არის, რომელსაც ქვია regex-ი. ჩემი რჩევა ეს regex-ი თქვენითაც მე გაარჩიოთ. რაღაც ნაწილში შემოვიტანებ ეს სემინარებს, მაგრამ regex-ი გაარჩიეთ. regex-ი გვეხმარება რაღაცა string-ი ნახოთ აკმაყოფილებს თუ რაღაც ფორმატირების წესებს. და მარტო ეს არა, ანუ შეიძლება რაღაცა მეილი შეიცავდეს ძაღლუკას, მაგრამ არ არსებობდეს. აი მაგალითად. აი ეს მეილი დარწმუნებულა რომ არ არსებობს, იმიტომ რომ ძალიან რანდომად ავკრიფე. მაგრამ ნუ ვალიდური მეილი ხა რაღაცა ასოებია და zagluka@gmail.com არის, ხო? და მე კიდე back-ში ეგეთი რაღაც ხდება, რომ ამ მეილზე იგზავნება კოდი, ეს კოდი უნდა შევიყვანო და თუ სწორი კოდია, მაშინ ესე იგი ვალიდურია. ეს მეილი თუ არ არსებობს, კოდი ვერც გაიგზავნება. და ვერც სწორად ჩაწერს. მაგრამ ეგ დამატებით ვალიდაციები და
verifying პროცესია, დადასტურების პროცესია, რომელსაც backend-ის ნაწილში ვისწავლით აუცილებლად. await რა შევა ზუსტად? await-ი ჩათვალე, აი fetch-ი რო აბრუნებს promise დაპირებას, მაგის დარეზოლვებას ელოდება. ანუ როცა დარეზოლდება fetch-ის მიერ დაბრუნებული promise-ი, მერე გააგრძელებს ფუნქცია მსვლელობას. აქაც როცა დარეზოლდება JSON მეთოდის მიერ დაბრუნებული promise-ი, მერე დაკონსოლდება changed user-ი. თუ გადაარგეს მის fetch და await-ების და ასინქრონული პროგრამირების მუშაობა, რა ხდება კულისებში, ან აყოლებს უკან გირჩა რომ ასინქრონობის კვირასაც უყურო კარგად რა. კიდევ ერთხელ. ესაა ჩვენი user-ის შეცვლა. მოდი ახლა წაშლას დავამატოთ. const delete user ulris async ID გვჭირდება, რომელი უნდა წავშალოთ, უნდა ვიცოდეთ. და მაგალითად მინდა რომ წავშალო პირველი ID-ის მქონე ობიექტი ჩვენი users endpoint-იდან. ამისთვის რას ვიზავ? მოდი ამას დავაკოპირებ. გავუშვებ request I'm API URL, ანუ localhost 3000 port-ზე /user/id-ზე. ნუ, ოღონდ აქ ისე და მოვიწყდა. ის არის მოდი try catch-ს ბარემ გავაკეთოთ. try catch errors მიიღებს პარამეტრად და დავაკონსოლებთ error-ის message-ს. ეს. response უდრის ესე. და ამის მეორე არგუმენტი იქნება ობიექტი, რომელსაც ვეთქვით რომ HTTP მეთოდი არის delete. და მორჩა, ანუ წასვლის მეთოდია, მორჩა მეტი არაფერი რა. ანუ არაფერს არ ვატანთ აქ, და ამიტომ header-იც არ ჭირდება, ამ დამატებით ინფორმაციას არ ჭირდება. შეგვიძლია გავტესტოთ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი სტატუსი. გავუშვათ და აბრუნა 200. ანუ წარმატებული იყო. შესაბამისად ამ status code-ზე შემიძლია რომ გავაკეთო error handling-ი. ან OK property შემიძლია გამოვიყენო. თუ response OK არის false, მაგრამ ნუ სტატუსებით მაინც ჯობია ხოლმე რა. თუმცა ამასაც გავაკეთებ ბარემ. გავისროლოთ ახალი error-ი და ვთქვათ რომ user was not deleted. ანუ ვერ წაიშალა user-ი. და თუ წაიშალა, მაშინ ამოვიღოთ response-დან ის ობიექტი, რომელიც წავშალეთ. ანუ fetch გვიბრუნებს response-ში იმ ობიექტს, რომელიც წაიშალა. const deleted user წაშლილი user-ი უდრის await response.json. console log delete user. აი ეს. მოდი დავაბრუნოთ თემო ისევ რომ ახლიდან წავშალოთ. გავუშვათ პროგრამა და დააბრუნე ის ობიექტი რომელიც წაშალა. და ეხლა რომ დავარევს ჩემი API აღარ იქნება. აი თემო გაქვს რა ბექა და ლუკა მარტო. გადავალ control z-ით, command z-ით, mag-ზე და control z-ით Windows-ზე დავასეივოთ და ისე დაუბრუნდება. ნუ ხელით შევცვალე API რომ კიდე ახლიდან არ გამეშვა create user ფუნქცია. header-ს აშვება და მნიშვნელობა აქვს თუ არა სხვა რაღაცას დავწერ header-ში და მნიშვნელობა აქვს თუ სხვა რაღაცას დავწერ header-ს გარეშე. header-ი არის დამატებითი ინფორმაცია request-ის შესახებ, ანუ მოთხოვნის შესახებ. აქ ეუბნები რომ content type-ენ რა content-ს აგზავნე, მაგის ტიპი არის JSON-ი. JSON-ში ვაგზავნით. ამიტომ ეს უნდა გვეწეროს. Okay, და ესა user-ების ნაწილი. ხო? გადავიდეთ მოდი პროდუქტების ნაწილზე. პროდუქტები იგივე აბსოლუტურად უბრალოდ პროდუქტებისთვის უნდა გავაკეთოთ. post-ით გვჭირდება ასევე get-ი, გვჭირდება fetch-ი, გვჭირდება delete. ამიტომ მაგას გავაკეთებ product.js ფაილში. API URL იგივეა, უბრალოდ მე /products იქნება endpoint. ნუ აქ იდეაში შეგვიძლია რომ აი ყველაფერს აქ /users, ყველაფერი არის /users. ამიტომ შეგვიძლია აქვე დავწერო /users და ნუ აქედან მოვშლი. ამას მოვშლი
ამასაც მოვშლი, ანუ აღარ გავიმეორებ ამას რა. იმიტომ რომ იუზერებზე ყველაფერი მაინც მიბმული. აქაც და აქაც. არა უშავს თემა. და პროდუქტებს დავწერთ იგივეს, ოღონდ მთავარი URL-ი იქნება, ანუ მისამართი იქნება products-ი. ესა endpoint-ი. მოდი ახლა შევქმნათ პროდუქტის დამატების ფუნქციონალი const add create product უდრის async ისევ დავწერ ხელით რომ კარგად გაგვიჯდეს გონებაში. არ დავაკოპიროთ და თქვენც ეგრე მოგიქნეს ხომ, ანუ არ დააკოპიროთ კოდი, ხელით წერეთ ხოლმე რა. try catch ვაკ ისევ დაწვევით არ ახსნი, იმიტომ რომ მაინც იგივე კოდი უნდა დავწერო, უბრალოდ products-ი ვაკეთებ, error message დავაკონსოლებ. const response უდრის await fetch გავაგზავნი requests აი ამ მისამართზე. ანუ წამოვიღებ ჯერ, წამოვიღებ create-ს ვაკეთებ. ანუ მეთოდი იქნება post-ი. დამატებითი ინფორმაცია request-ის შესახებ. ვეტყვი რომ content type-ი, ანუ რასაც გავაგზავნი არის JSON ფორმატის, ანუ application JSON და body-ში დავუწერ იმ პროდუქტის ობიექტს, რომელიც უნდა გავატანო. JSON stringify და აქ მექნება product-ი. ოღონდ აუცილებლად უნდა მქონდეს აქაც პარამეტრში. რო გამოვიძახე მე ამ ფუნქციას create products. გავატან არგუმენტად ახალ პროდუქტს. მაგალითად, პროდუქტებში რა მქონდა? ანუ სახელი და ფასი. Okay. Name იყოს სიტყვაზე PS5 და price იყოს 2500. და აქაც იგივე error handling-ი რომ თუ response სტატუსი არ უდრის 201-ს, მაშინ გავისროლოთ error-ი, throw new error. Product was not added. და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მოდი ამოვიღოთ ის ელემენტი, რომელიც დავამატეთ. const edit product უდრის await response JSON. არა უცებ რომ მაინც და მაინც response-ი ერქვა, შემიძლია დავარქვა სიტყვაზე product response. Product response. ესე შეიძლება, არა პრობლემა. როცა რამდენიმე request ვაგზავნი ერთ scope-ში, ჯობია რომ მე სხვადასხვა სახელი დავარქვა. როგორ ერთმანეთს გავარჩიო რა. console log edit product. ეხა user-ს არ უნდა გავუშვათ products. Oops, error-ი გვაქვს, can't find module JSON server. ეს ატო დაიმპორტა თავისით, არ ვიცი. აი ეს PS5 დამატა. მოდი შევამოწმოთ, გადავიდეთ /products endpoint-ზე. ნახეთ, iPhone X Pro Max-თან ერთად არის ეხლა უკვე PS5. ახლა მოდი წამოვიღოთ კონკრეტული პროდუქტი. const get product იქნება ეს ასინქრონული ფუნქცია. ID იქნება პარამეტრი, რომ ვიცოდე რომ რომელი პროდუქტი წამოვიღო. და გქონდეს try catch-ის ბლოკები. Try catch გავაგზავნოთ request-ი აი ამ მისამართზე /products-ზე. ოღონდ მინდა კონკრეტული წამოღება. ანუ ყველა კი მინდა რომ წამოვიღო. მინდა წამოვიღო /ID. ID შეიძლება იყოს 1, 2 და სხვა ID რა. მაგას წამოვიღებ. ანუ აქ მექნება API URL თავიდან. ამ სინტაქსში, იმიტომ რომ ცვლადია და არაპირდაპირ სიტყვით არ უნდა აღვქვათ /ID. აი ასე. როგორც გქონდა აი აქ. აქაც იგივე გქონდა. ოღონდ აქ გქონდა /users. და გვიტყვით რომ თუ აქ მეორე არგუმენტს არ ვატანთ ობიექტს, იმიტომ რომ თუ არ გავატანით, default-ად HTTP მეთოდი არის get-ი ყოველთვის. თუ response სტატუსი არ უდრის 200-ს,
მაშინ გავისროლოთ ახალი error-ი და თქვათ რომ product was not fetched. თუ არა ამოვიღოთ ის კონკრეტული პროდუქტი. const product უდრის await response JSON-ი და ის დავაკონსოლოთ. console log product. გავუშვათ. ოღონდ უნდა გამოვიძახოთ ჯერ ბოდიშით get product-ი და წამოვიღოთ მოდი, პირველი ID-ის მქონე ობიექტი. წამოვიღეთ ეს. ეხლა მეორე წამოვიღოთ. წამოვიღეთ მეორე. და შეიძლება ისეთი რაღაცა საჭიროება გქონდეს, რომ ყველა პროდუქტი გვაინტერესებდეს. მოდი მაგისთვის გავწეროთ. შემიძლია ამაში გავერთიანო. და თქვა რომ თუ ID არ არის აქ ID არ გვაქვს. მაშინ წამოიღოს ყველა. ანუ მე თუ აქ არაფერი გადავეცი, მაშინ ყველა წამოიღოს. ეს შემიძლია გავაკეთო იდეაში ამით გამო default პარამეტრით რა, ID იყოს წერილი string სიტყვაზე. და წესი წამოიღებს ხო ყველა ობიექტს წამოიღებს. ანუ აქ default პარამეტრი. თუ ID არ გვაქვს აქ, წამოიღებს ყველას. თუ გვაქვს ID, წერილი string-ი აღარ იქნება და პირველს წამოიღებს მარტო. ესე შეიძლება. იგივე შემიძლია გავაკეთო აქ. get user-ზე. ID იყოს წერილი default-ად. სიტყვაზე რა. Okay. Product image. მაგრამ შეიძლება მინდოდეს ისეთი პროდუქტების ამოღება, რომელთა ფასი არის 2500 მაგალითად. აი სიტყვაზე კიდევ გვაქვს ახალი პროდუქტი data JSON-ში, რომლის ფასი ასევე 2500-ია. მოდი ამას სხვა ID მივცეთ C. და პროდუქტი იყოს რავი. რა დავარქვათ? PC. ჩვეულებრივი კომპიუტერი. მინდა ისეთი ობიექტები წამოვიღო, რომელთა price არის 2500. ამას როგორ ვიზავ? იდეაში აქ მჭირდება რომ გამოვიყენო query string-ი, ანუ query პარამეტრი, დამატებით ინფორმაცია. და აი აქ უთხრა, user-ში ამინდა კაცო. კითხვის ნიშანი და მე ეწერება query პარამეტრი. და ვეტყვი რომ price-ი უდრის 2500. ანუ ისეთი პროდუქტი წამოიღოს, რომლის ფასი არის 2500. Okay? მე თუ აქ ერთიანი გავატანე, უკვე პრობლემაა, იმიტომ რომ /1 და მერე price-ი ცოტა უცნაურია. აი მან ეგრევე ერთიანს ამომიღებს. მაშინ ეს რაღაც მინდა query string-ი. მე თუ აქ არაფერი გავატანე, იგულისხმება რომ ID არაფერია და წამოიღებს ობიექტების მასივს. ანუ შემიძლია ასე გავაკეთო, შემიძლია ახალი ფუნქცია შევქმნო, რომელიც გაფილტრულ პროდუქტებს წამომიღებს. არა ნახეთ. ეგეც შემიძლია, უბრალოდ დავტოვე ეს. მოდი ჯერჯერობით დავტოვებ. თუმცა შეიძლება მე price-ი არ მინდოდეს. და მინდოდეს კატეგორია. პროდუქტებს ხო შეიძლება ქონდეს კიდე კატეგორიაც რა. აი მაგალითად, ცოტა შევცვალოთ მოდი. ამის კატეგორია იყოს ტექნიკა, ამისიც და ამისიც. მაგრამ სიტყვაზე გვაქვს ახალი პროდუქტი, რატომღაც. ანდა მოდი, არა, კატეგორია იყოს ამისი ფონი. ამისი იყოს კონსოლი, იმიტომ რომ PS5 არის კონსოლი, ეს იყოს, რა ვიცი, World PC იყოს რა. და მოდი ახალი ტელეფონის დავამატოთ კიდევ ერთი. ხელი დავამატებ ფუნქციები რო არ გამოვიძახო, რომელიც iPhone 13 Pro Max-ი იყოს, სიტყვაზე ღირს 3000 ლარი. ეს ტელეფონის კატეგორია, რა თქმა უნდა, ხო?
აი product-ს რო შევედი, ესე იგი დაემატა. სიტყვაზე მე მინდა რომ წამოვიღო ტელეფონის კატეგორიის პროდუქტები, ან მარტო ტელეფონები მაინტერესებს, რა ტელეფონის ყიდვა მინდა. აი რაღაც e-commerce-ზე რო შედიხართ, ხო, კატეგორიები არის ფილტრები, რა ტელეფონი მინდა, აი კომპიუტერი მინდა, აი კონსოლი მინდა და მარტო კონსოლებს და მარტო ტელეფონს განახებთ. მაშინ აქ მან ჩავწერო კატეგორი უდრის phones, ან ხელისშეცვლა მიწევს რა ყველა შემთხვევაში. ერთი ვარიანტი არის რომ აი ეს ნაწილი გავატანო არგუმენტად, აი აქ. მაგრამ ასე გატანება არ აქვს აი ვარიანტი, მაინც და მაინც. აი ობიექტად რო შემეძლოს გატანება, ძალიან მაგარი იქნებოდა. აქ რო ვუთხრა რომ კატეგორია იყოს phone-ი. და როგორღაც ეს ობიექტი ვაქციო query string-ად, რო აქ ჩავწერო მე. და ეგ შეიძლება. აქ მეორე პარამეტრი მექნება query object-ია ჯერჯერობით. მე შევქმნი query strings და გამოვიყენებ ეგეთი ფუნქცია URL search params-ია მგონი. და არგუმენტად გავუცე აი ამ ობიექტს. დავაკონსოლოთ. query string ნახოთ აბა როგორ წამოიღებს. ეს არის კლასი, ამიტომ new უნდა უცილებლად. ესაა კლასი და new თქვნი ახალ ობიექტს. აჰა. წამოიღო ორი, მოიცა ერთია? phone-ი, მეორის phone-ი მაქვს? მეორის phone-ი მაქვს. აი, აქ პრობლემა გქონდა უკვე, ნახეთ. მე აქ ერთი რო გადავეცი. აქ ვიგულისხმო, რომ პირველი წამოღება მინდოდა, ანუ ცოტა ავიბენით რა. აქამდე მინდოდა რომ მისულიყავი მაინც ბოლო ჯამში. ცოტა დამაბნეველია. მაშინ ეს არ უნდა გადავცე საერთოდ. მაგრამ ეგ რო არ გადავცე, პირველი ობიექტი იქნება ID. query object-ი ვაფშე აღარ მექნება, საერთოდ აღარ მექნება რა. ეგეც შემიძლია დავფიქსო, მაგრამ ნუ აი ეს გავაკეთო მაგალითად, რომ გამოვტოვო პირველი პარამეტრი, მეორე გადავაწყვეტო კატეგორი phone. ეგ არ შეიძლება როგორც აქ. მარტო პარამეტრებში შემიძლია. არგუმენტებში არ შემიძლია. ანუ მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები აქ ბჭყალებში ვიჩალიჩე, რომ აი მაგრად მომაგვარე. ისეთი solution-ი გამოგვივიდა, რომ მარტივად გასაგები არა, აქამდე მინდოდა რომ მისულიყავი. და ზოგჯერ ჯობია კოდი გავიმეოროთ და უფრო მარტივი იყოს, ვიდრე რომ აი ერთხელ მეწეროს თვითონ აი ჭკვიანურად და მე დავიბნე და მე სხვა დაიბნე. შეიძლება მე არ ვიბნეოდი, მაგრამ ვიღაც სხვა რო შეხედა სხვა დაიბნება რა. ამიტომ ამ შემთხვევებში ერთი რაღაცისთვის, ან პროდუქტის ამაღებისთვის, ან პროდუქტებისთვის ქონდეს ერთი ფუნქცია და გაფილტრებული პროდუქტების ამაღებისთვის ქონდეს მეორე ფუნქცია. ესე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ამას ამოვშლი. ამებს ამოვშლი. query object-ს ამოვშლი. აი ეს. ანუ ეხლა ან ერთ წამოიღებს მაგალითად, მე თუ არაფერი გავატანე, წამოიღებს ყველას. აქაც შემიძლია რომ ორი ფუნქცია დამეწერა, მაგრამ ნუ დიდად საჭირო არა. და ცალკე გავაკეთებ გაფილტრებული პროდუქტების ამოღებას. const get filtered products. ნუ იგივე ფუნქცია მექნება, მოდი. დავაკოპირებ და რაღაცას პატარა შევცვლი. აქ უბრალოდ მექნება მარტო query object-ი. რომელსაც აი ამას გავატან. get filtered products, გავატან objects, სადაც მექნება ფილტრაცია, ანუ ისეთი პროდუქტები მინდა მხოლოდ, რომლის კატეგორია არის phone-ი, ანუ ტელეფონი. ამას მივიღებ query object-ში და აი აქ მექნება უკვე query string-ი, ოღონდ ეგრევე query object-ს აქ მე ვერ ჩავწერ, აი ასე. query object-ს ვერ ჩავწერ, ეს ობიექტია. უნდა გადავაქციო ისეთ query string-ად, რომელიც არის ვალიდური. და იმ მაგისთვის ვიყენებ new ისე URL search params ფუნქციას. კლას უბრალოდ. const query string დავარქვათ. უდრის new URL search params. და არგუმენტად გადავაწყვეტ query object-ი, ანუ ობიექტი და მე კინძავს query strings, რომელიც ვალიდურია აი fetch-ში შესასმელად. console log query string-თან განახებთ. გაუში პროგრამა და რაღაც არ იმუშავა?
clear გავასუფთავოთ. კატეგორია გვაქვს phone-ი. New URL search params query object /products არის აი აქ ბოლოს სრულდება მე რიგა კითხვის შენი query string და query object-ი მაქვს კოდის ჩაწერილი query string უნდა ჩავსვა ისე ეხლა ის ახლა სატესტო მქონდა გავუშვათ და წამოვიღო მხოლოდ ის ობიექტები რომელთა კატეგორია იყო ტელეფონი phone-ი ორი მარტო რა აი ესა URL search params-ის მიერ მოცემული ჭადაში string-ი რა string-ი არა სხვა სტრუქტურაა მაგრამ ისეთი სტრუქტურაა რომ ესმის აი აქ მისამართს URL-ს რომ query string-ია იგივე შემიძლია user-ზე გამაკეთებინა რო რამე რა. და აქ დაგვრჩა. და ხო ეს გამოყენებოდი აქ შემიძლია სხვები გადავწ მაგალითად ისეთი რაღაც მინდა რომლის კატეგორია არის ტელეფონი და მაგალითად ბიუჯეტი მაქვს აი 5000 ლარში მაინტერესებს რა მომივა. და ამოიღეს ისეთ ტელეფონს რომლის ფასი არის 5000 ლარი. ანუ iPhone 16 Pro Max. Okay. და დაგვრჩა, ნუ გეთი გავაკეთეთ, ფილტრაცია გავაკეთეთ, დამატება დავაკეთეთ. Okay, შეცვლა და ის დაგვრჩა. წაშლა. URL search params არის კლასი, ნახე? და new-ი აგენერირა ახალ ობიექტს და არგუმენტი გადასცემ აი ამ ობიექტს რა, ფილტრაციის ობიექტს. და ეს გიბრუნებს ისეთ სტრუქტურას, რომელიც გასაგები არის fetch-ისთვის, რომ არის query პარამეტრი. ანუ მე რო აქ ხელით არ ვწერო ყველა ჯერზე და string-ი არ გავატანო, რომ აი კატეგორია უდრის phones და price-ი udris 500 და ამ შემდეგ და აქ არ მოვაქციო string-ად, აი ამ კლასს ვიყენებ. თორემ მომიწევდა აქ რო გამეტანებინა არგუმენტად კატეგორია udris phones და price udris 5000 და ასე შემდეგ რა. ობიექტად უფრო კარგია რომ ჩავწეროთ. და მე ეს ამ ობიექტს აქცევს აი ამად საბოლოო ჯამში. რომ აქ იყოს აღქმული. კარგად. change product გავაკეთოთ. ანუ რომელი შევცვალოთ და changed properties რა შევცვალეთ? ეგეც კონდეს. console log error message. გავაგზავნოთ request-ი. აქაც ვიყენებთ fetch, ну fetch და მეთოდი იქნება fetch-ი, როგორც user-ზე ქონდა. API URL მეთოდი ამას დეტალურად აღარ ხსნი, იმიტომ რომ user-ებზე ახსენი და იგივე აბსოლუტურად. მეთოდი არის fetch-ი. request-ის დამატებით ინფორმაცია ნუ header-ში იქნება content type application JSON-ი JSON და body-ში გავატანთ აი ამ შეცვლილ properties string-ად JSON stringify changed properties to response სტატუსი არ უდრის 200 ნუ აქ 200 გვიბრუნებს მაშინ გავისროლოთ error-ი და ხო backend-ს როცა გავწერთ როცა ცუდა მოხდება რამე სტატუს კოდებს შევაბრუნებთ ჩვენზე დამოკიდებული მაგრამ ნუ რაღაც კაი შეთანხმებები არსებობს რომ აი როცა ვერ პოულობ რაღაც ობიექტს 404 გავუშვა როცა დაემატა 201 გავუშვა და ეგ რესურსი ჩავაგდე იქ მე-9 კვირის პოსტში ოღონდ აქ ID უნდა ბოდიშით რომ კონკრეტული ობიექტი შევცვალო. ასე. მაშინ გავისვათ error-ი და ვთქვათ რომ პროდუქტი ვერ შეიცვალა.
ვახ. Product was not changed. თუ არა და დავაბრუნოთ და დავაკონსოლოთ უკვე შესული ობიექტი. Const changed product-ი უდრის await response JSON-ი დავაკონსოლოთ შესული პროდუქტი. და მაგალითისთვის ეს ფუნქცია რო გამოვიძახოთ. შევცვალოთ, რომელი შევცვალოთ? პირველი ობიექტი შევცვალოთ და სიტყვაზე ფასი გაიზარდა რა. ან დააკლდა ახალი iPhone 7 გამოვიდა და iPhone 6-ს დააკლდა. და გახდა 4000 ლარი. გავუშვათ, დააბრუნო უკვე შესრული პრაისერი 4000 ლარი, ვნახოთ API და აქ 5-ის მაგალითად დაგვხდება 4000 ლარი. ესაა შესვლა და მოდი წაშლისას დავამატოთ. Const delete product უდრის async. ამას ID ექნება რომ ვიცოდეთ რომელი წავშალოთ. Try catch ბლოკი error handling-ისთვის. დავაკონსოლოთ error message. Response უდრის await ვაგზავნით API URL ID-ზე requests და ვეუბნებით რომ HTTP მეთოდი არის delete. თუ response-ი აქაც იგივე შემიძლია OK-ით აღვქვა რო რამე. თუ OK არა, ან false-ია OK, უნდა რაღაც სულ მოხდა, მაშინ გავისროლოთ error-ი და ვთქვათ რომ product was not deleted. და თუ წაიშალა, მაშინ ამოვიღოთ უკვე წაშლილი ობიექტი. Const deleted product უდრის await response JSON და დავაკონსოლოთ ჩვენი deleted product. Yes. და მოდი წავშალოთ პირველი. გავუშვათ, დავგვიბრუნდა პირველი წაშლილი, დავარეფრეშოთ ჩვენი API, პირველი ამოიშალა. მაგრამ მოდი დავაბრუნებ აქ Ctrl-Z-ით. აი ეს. იმიტომ რომ ახანში დაგჭირდება პროდუქტების ჩამონათვალი. ესაა ჩვენი პროდუქტების რაღაცა ფუნქციონალი. და ეხლა უნდა გადავიდეთ უკვე აი ქარტში დამატების ნაწილზე. მაგალითად აი პირველ users თემოს მოუნდა რომ იყიდოს iPhone 16 Pro Max. რა ხდება ესე იგი? პირველი ნაწილი არის ის რომ წამოვიღოთ აი ეს ობიექტი, კონკრეტულად ეს ობიექტი და შევცვალოთ ჩვენი user-ების ქარტმასივი და ჩავსვათ აი აქ. პროდუქტებიდან ერთი ობიექტის წამოღების ფუნქცია გაწერილი გვაქვს უკვე, და სად არის? user-ების რომელიღაცა ობიექტის შესვლაც უკვე გამზადებული გვაქვს. სრულად უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან. ოღონდ ამას index.js-ში ვიზავ. მექნება სიტყვაზე by ფუნქცია, რომელიც ასინქრონულია. და ამას ექნება პარამეტრები product ID, ანუ რომელი პროდუქტის ყიდვა მინდა. უბრალოდ მოდი user ID დავიწყოთ. user ID-დან რომელი users უნდა რაღაცის ყიდვა და რის ყიდვა უნდა, product ID. და მე რო გამოვიძახებ by ფუნქციას პირველი ერთიანი ნიშნავს, რომ პირველი users უნდა, პირველი ID-ის მქონე users უნდა ყიდვა და უნდა პირველი პროდუქტის ყიდვა. აქ შეიძლება სხვა ID მქონდეს. იმიტომ რომ სხვა რაღაც PS5 მიდოდეს მაგალითად რა. ჯერ უნდა ავიღოთ, პროდუქტი შეგვიძლია ავიღოთ. ან შეგვიძლია user-ი ავიღოთ და თქვა, ან თუ user-ი არ არსებობს, უკვე აზრი არ აქვს დანარჩენ რაღაცების გაკეთებას რა. თუ user-ი არ არსებობს. აი მაგალითად აქ შევიყვანე აი ეს ID. აქ ვიტყვით რომ არ არსებობს user. status code იქნება 404. ნახეთ აქ რო იყოს /users/ რაღაცა random ID. Not found ეს არის 404 status error. შემიძლია ჯერ ეგ გავტესტო სიტყვაზე. user-ის წამოღების
ფუნქცია უკვე დაწერილი მაქვს საბედნიეროდ. ეს არის სად არის get user სადა. აი get user აქ მაქვს. და შემიძლია ID გავატანო და მაგაიც წამოვიღებ. ნუ თუ 202 არ უდრის, ესე იგი არ წამოვიდაო რა. ნუ 404 ხო არ უდის 202-ს. ამიტომ არ წამოვრო რა. თუ წამოვა გამოკონსოლდება. მაგრამ მე ახლა index.js ფუნქციაში მუშაობ. კი არა, ფაილში მუშაობ. როგორ შემიძლია რომ აი ეს ფუნქცია გადავიტანო იქით, ნუ ძალიან მარტივია, ხო? დავაკოპიროთ, მოდი. გადავიტანოთ. აი აქ ქონდეს ფუნქცია. რა მაგარია, ხო? მაგრამ ანუ რა გამოვიდა რომ ორივე ფაილში მიწერე ერთ-იგივე კოდი. თუმცა მე შემიძლია ეს ჩვენი ფაილები აუქრო როგორც მოდულებად, ან რაღაც ცალკე ნაწილებად და შემიძლია რაღაც მომენტში გავაერთიანო. აი ფუნქციები გადავიტანო აქედან იქით, ან ცვლადები გადავიტანო აქედან იქით. და ეგ შემიძლია გავაკეთო import-export-ის მეშვეობით. იმპორტი, აი მაგალითად რავი, რო ვიწყით, რომ საქართველოში დაიმპორტდა რაღაცა. ანუ შემოვიდა. შემოვიდა მაგალითად გერმანიდან დაექსპორტდა. ექსპორტი არის გატანა, იმპორტი არის შემოტანა. ანუ რა გამოდის, რომ users.js ფაილიდან უნდა დავაექსპორტო, ნუ გავიტანო ეს ფუნქცია და მე index.js-ში შემოვიტანო და დავაიმპორტო. ამას როგორ ვაკეთებ? რამდენიმე გზა არის ამისთვის. შემიძლია გავწერო export default and ეს უნდა იყოს აუცილებლად მაშინ ჩვეულებრივი ფუნქცია, რომ ესეთი სინტაქსი შემიძლია დაწერა, ეგრევე export default აქ გავაკეთო. ან თუ error ფუნქცია შემიძლია ბოლოში დავწერო export default get user as. და მე აქ დავაიმპორტებ. import get user from /users. ანუ აქ მისამართს წერა, ჯერ აქ დავაექსპორტე მე get user ფუნქცია და აქ ვეუბნები რომ მინდა დავაიმპორტო get user ფუნქცია /users ფაილიდან /users.js ფაილიდან. ანუ ვეუბნები საიდან მინდა დავაიმპორტო და რა დავაიმპორტო. თუ default მიწერია, default მაშინ გვიწერია, როდესაც რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთეული უნდა დავაექსპორტოთ. ანუ ეს get user ხო რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი არა, ერთი დონისაა ყველა. ასე დროს ჯობია რომ უბრალოდ ფიგურულ ბრჭყალებში გარშემო ვარტყათ ის ელემენტი რის დაექსპორტებას გვინდა. export ფიგურული ბრჭყილი get user, yes. და ხო default-ად დაექსპორტება ერთი რაღაც შეგვიძლია მარტოორის არა. და აქ შემიძლია ბევრი რაღაც დავაექსპორტო, აი ბევრი რაღაც ჩავწერო აქ. get users ვაექსპორტებ და აქ ვაიმპორტებ. ოღონდ თუ ჩვეულებრივად დავაექსპორტე ამ სინტაქსით, მაშინ ფიგურულ სინტაქსს უნდა შემოვაიმპორტო იგივენაირად. ფიგურის გარშე ვაექსპორტებ, ფიგურის გარშე ვაიმპორტებ და თუ ფიგურით ვაექსპორტებ, ფიგურით ვაიმპორტებ. ეგრე წარმოვიდგინეთ. და აქ შემიძლია გამოვიყენო get user ფუნქცია. ეს get user-ი დამიბრუნებს users, ხო? ოღონდ არ დამიბრუნებს, დააკონსოლებს და ეგ ჯობია რომ return-ები მეწეროს ყველგან. return deleted user. იმიტომ რომ ნახე სხვაგან გამოყენა მჭირდება. კონსოლი რას მისდევს არაფერს დააკონსოლოს და მორჩა. აქ changed user. აქ დავარეturn-ოთ user-ი. აქ დავარეturn-ოთ edit user-ი. edit user. მაქვს user-ი const user უდრის await get user. await იმიტომ რომ get user ეს asynchronous ფუნქცია და უნდა დაველოდოთ როდის დაგვიბრუნდება user-ი. და მე გავაგრძელოთ მუშაობა. თორე promise pen-ი დაგვიბრუნდება შესაბამისად. და მოდი დავაკონსოლოთ უბრალოდ user როგორ მუშაობს, როგორ მივიღებთ უკან. ოღონდ აქ უნდა გადავაცეთ user ID. ანუ ერთიანი რომ მივიღე, გადავაცი მას არგუმენტად, წავიდა get user-ში, ანუ აი აქ. charge და ID-ში და გამოიძახა ID user. მოდი გავუშვათ აბა. ოღონდ უნდა გავუშვა index.js ფაილი. აი დაბრუნდა user-ი, პირველი ID-ის ხონი user-ი. ნუ აქ მეუბნება რაღაცა warnings რომ type მოდული გაუწერეთ ჩვენ package.json-სო რა. რომ თქვათ რომ აი მოდულური ურთიერთობა აქვს ჩვენს ფაილებს და აქედან იქით დაიმპორტება შემიძლია. ნუ type მოდულს რო გავწერა აი აქ package.json-ში, ეგ პატარა warning-ის დაიფიქსება. აი ეს. ანუ შემიძლია თუნდაც ფუნქციების რაღაც ცვლადების დაიმპორტება და ექსპორტება აქეთ იქით, რომ კოდის გამორება არ მომიწიოს.
ანუ ეხა user-ებს თავის განყოფილება აქვს, პროდუქტებს თავის განყოფილება აქვს და index.js-ში ამ ყველაფერს ვაერთიანებ. ხო? და თუ user-ი არ არსებობს, აი რაღაც სხვა ID გადავცე რა, გავუშვათ. დამიწერს user was not fetched. იმიტომ რომ აი აქ მქონდა ეგეთი რა, თუ 200 არ უდრის, მაშინ გამოიტანოს fetched. შემიძლია ცალკე სტატუსი მქონდეს 404-ისთვის. მაგალითად, თუ response სტატუსი უდრის 404-ს, გავისროლოთ error-ი და ვთქვათ, რომ user was not found. განა რამე ხარვეზე იყო, უბრალოდ user-ი ეგეთი არ არსებობს რა, მაგის პრობლემაა. და დაწერს user wasn't found. იმიტომ რომ სტატუსი მაგროს არის 404, როცა ისეთ რაღაცა endpoint-ს ვწოდებით, ისეთ რესურსს, რომელიც არ არსებობს. ხო, users რო ხო, ეხა არაფერს აღარ მიბრუნებს. ახლა მე რორი იყო, მაგრამ როცა არსებობს ელემენტი, დააბრუნებს აი ამას, დააკონსოლებს users, რომელიც ამაღლაც მინდოდა. მაგრამ undefined რო აკეთებს, კარგია. ანუ თუ რაღაცა user-ი არ არსებობს, ან პრობლემა შეიქმნა რა, get user-ის მხარეს, ესე იგი არაფერს აღარ დააბრუნებს და შემიძლია მაგროს გავჩერდე. და ვთქვა, რომ თუ user-ი არ არსებობს, მაშინ დავარეთანოთ user was not found. ან იგივეს გამეორება რო არ მოგვიწიოს, შემიძლია აი აქ კიდევ ერთხელ გავისროლო error-ი და აი აქ რო try catch-ი მექნება, მაგაში დავიჭირო. ნახეთ როგორ? მე შემიძლია ვცადო user-ის ამოღება, მაგრამ თუ აი აქ იქნება, მოიცა, catch error console log error message. თუ აი აქ იქნება error-ი აი ამ ფუნქციაში, რა მოხდება? დავიჭერთ catch-ით, ანუ აქ რო გავისვრით, დავიჭერთ და აქ შემიძლია კიდევ ერთხელ გავისროლო. Throw new error და გადავაწოდე error message. Error message არის ის, რაც გადავაწოდე აქედან. User was not found and user was not fetched. აქ რო გავისვრით, ეს გაისროლს და კიდე მაღალ level-ზე რაც ყავს. try მაგედან გაისროლება ჩათვალეთ რა და catch-ი დაიჭერს აი აქ. ანუ ეხლა თუ არ არსებობს და კონსოლდება user was not found. Okay? ოღონდ ორჯერ, იმიტომ რომ აქაც ვაკონსოლებთ. შემიძლია აქ არ დავაკონსოლო და იქ დავაკონსოლო მარტო რა. ანუ ორი ვარიანტი შემიძლია. ანუ ესეც შემიძლია, ანუ უბრალოდ გავტესტო, რომ თუ user-ი არ არსებობს, მაშინ დავარეთანოთ რა მეტი არაფერი. ეხა ის error-ის გასროლა მოდი წავშალოთ. ეხა იქ დააკონსოლებს, რომ user-ი არ იყო ნაპოვნი, ანუ ამ პრობლემას დააკონსოლებს, აი ამას და ვარეთანოთ ფუნქციას, ანუ აქ რაც მექნება კოდი დაწერილი, ეგ უკვე აღარ შესრულდება. ანუ პირველ ნაწილი user-ის პოვნა გავაკეთეთ რა. ეხა უნდა იყო პროდუქტი, რომელიც უნდა რომ თემო მიიყიდოს. მაგის კოდის დაწერილი გვაქვს უკვე products.js-ში. ანუ აქედან უნდა დავაექსპორტოთ get product-ი და შემოვიტანოთ index.js დავაიმპორტოთ. import get product from product.js. წერტილი slash ნიშნავს, რომ აი index-ის მეზობელი არის. წერტილი slash-ით გავიდოდით აი ფოლდერი და week 9 ფოლდერიდან გავიდოდით საერთოდ. მაგრამ არ გვინდა გასვლა. იგივენაირად ვიპოვებთ ახლა პროდუქტებს. ანუ აქ მაინც და მაინც try catch-ის გაკეთება თლაც სავალდებულო არა, იმიტომ რომ get users თავის try catch-ი აქვს. და ეს გამოვიყენებთ უბრალოდ. თავისი try ის error handling-ი იქითვე აქვს რა. ეხლა პროდუქტს ვიპოვებთ თუ არსებობს product-ი უდრის await get product და გადავაწვით product ID-ს. და ნუ თუ პროდუქტი არ არსებობს, მაშინ return-ი გავაკეთოთ, ფუნქცია გავაჩეროთ.
და errors გაისროს ეს ფუნქცია შეგინთვე რა, თავისით. ანუ აი რაღაცა არ არსებული რადი შევიყვანოთ, დაწერეს product was not fetched. Deleted rato. იმიტომ რომ ამის დაკომენტირება დამოვიწყდა, აქაც ვიძახებდი შემთხვევით. Okay. შენიერ. ხო ვცადოთ. Product was not fetched, ალბათ იმიტომ რომ ხო, აი product was not fetched. არსებობს ID. ID რო არსებობდეს, წამოიღებ და მაინც არა, მოიც აი ხო არ წაიშალა. წაშლილა, ბუდიშით ერთ წუთი, იქ რო გაეშვა delete იმან წაშალა. ეხლა მოქვს. და ეხლა მოვა ეს iPhone 16 Pro Max, რომელიც ყიდვაც მინდა თურმე. ანუ ეხლა ერთ-ერთი რის გაკეთება მომიწევს, რომ ეს პროდუქტი, აი ეს ობიექტი დავამატო user-ის, ანუ ჩემი ობიექტის cart property-ში, აი ამ მასივში. აი ამ მასივში. და მე ისევ შევცვალო user-ი. ხო? ამისთვის რას ვაკეთებ? ესენიც აუცილებელი, იმიტომ რომ აი თუ user-ი არ არსებობს და ამებს მაინც ვაკეთებ, რა აზრი აქვს? თუ თემო არ არსებობს, რა მნიშვნელობა აქვს ის იყიდო უნდა ვიღაცას, თემო არ არსებობს რა. თემოს თუ უნდა iPhone-ის ყიდო და თემო არ ყავს user-ებში, ვერ იყიდის ვერავინ მაშინ. ამიტომ უეჭველი გვჭირდება ეს რომ თავიდან ავირდოთ ზემეთი კალკულაციები და ერორები. ნუ user-ი უკვე გვაქვს. ხო? ობიექტი. გვაქვს. აი მოდი დავაკონსოლოთ console. log user. user-ი რატო არ კონსოლდება? Okay. index.js უშვებთ. by-ის გამოვიძახებთ, მოდის user-ი, მოდის პროდუქტი. ეს კონსოლდება ამისგან. Okay. ანუ get product-ი აკონსოლებს მაგას. მე გასაგებია. რომ აკონსოლდება, ნუ კონსოლი არ მინდა, return-ი მინდა, აი ბოდიშით. აი აქამდე არ მიდიოდა, ხედავთ? ამა რო არაფერი დააბრუნა და return-და და user-ი აღარ დაკონსოლდა. ამიტომ აქაც return-ი მჭირდება ყველგან. რომ მე მისი გამოყენება შევძლო. აქაც return-ი მინდა return edit product. აქაც return product. აქაც return changed product. იგი დანილი. ეხლა დაკონსოლდება. აი, ეს user-ი წამოვიდეს, სადაც მაქვს კარტი. ანუ ეს user-ი ჩვეულებრივი ობიექტია, ანუ მე შემიძლია აი ამ user-ის cart property-ში აი აქ ჩავფუშო, ანუ ჩავამატო, იმიტომ რომ აქ ხო შეიძლება ორი პროდუქტი კიდე გქონდეს. ანუ აი ასე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ. user cart-ი უდრის products, ასე არა, იმიტომ რომ მარტო ერთი პროდუქტი იქნება სულ. აქ შეიძლება აქამდე გქონდა სამი პროდუქტი ნაყიდი და მეოთხე უნდა დავამატო. გაუნა ჩავანაცვლო პროდუქტები, უნდა დავამატო უბრალოდ რა. cart push product-ი. და მე user შევცვლით. გავაგზავნით აი ახალ აი ამ users. იმიტომ რომ ახლა უკვე ნახეთ user-ი შეცვლილი იქნება console log user. გავუშვათ, შეიცვალა cart-ში დაემატა ეს ობიექტი, პროდუქტის ობიექტი. შეცვლის ფუნქციონალიც გვაქვს change user-ი. ამას დავაექსპორტებ ახლა და მორჩება. change user, ნახეთ უკვე როგორ გვადგება ეს ყველაფერი. აქ დავაიმპორტებ change users, მძიმეთი გამოვყოფ და ახლა მე უკვე შევცვლი users, რომელი users? პირველი users. user ID-ს გავატნა პირველ არგუმენტად და მეორე არგუმენტად user ობიექტს, რომელიც შევიცვალე, იმიტომ რომ cart-ი შევცვალე რა. მოდი აქ გქონდეს changed user, იმიტომ რომ ამას არ ეთარნებს ის ფუნქცია changed user უდრის await
და დავაკონსოლოთ, რას დაგვიბრუნებს. გავუშვათ. აი დააბრუნეს, ესე იგი შეიცვალა. მოდი გადავიდეთ ჩვენს API-ზე, დავარეფრეშოთ. უნდა გადავიდეთ user-ებს. ნახეთ, თემოს უყიდია ქარტში აქ დამატებული, ჯერ არ უყიდია ქარტში უბრალოდ კალთაში. შეგიძლიათ რომ check-out-ის დაამატოთ თქვენ. მერე. აი ეს უყიდია. ქარტში დავამატებია. იგივე იმუშავებს სხვა. აი მაგალითად მე მინდა რომ აი ამ users ვაყიდინოთ PS5. PS5-ის ID რა არის? PS5-ის ID არის აი ეს. მოდი ეგეს ვაყიდინოთ. გავუშვათ პროგრამა. აი დააბრუნა უკვე შესრულე, ესე იგი ჩაიმატა ჩვეულებრივად. დავარეფრეშოთ. აი მე ბექამ აისურვეს უყიდია PS5. ასევე შეგვიძლია რომ ქარტიდან ამოღებას დავამატოთ სიტყვაზე რა. რასაც გავსი ფუნქციონალი ექნება. მოდი იყოს add in cart და ვარქვათ. ესე ყიდვა არა, კალათაში ვამატებ, არ ყიდულობ, check-out-ი ეყიდო. და მოდი მქონდეს მეორე ფუნქცია const remove from cart. აქაც იგივე მჭირდება. ანუ უნდა ვიცოდე რომელი users უნდა დაბრუნება, ანუ ქარტიდან ამოღება user ID მჭირდება და რომელი პროდუქტის ამოღება ჭირდება. იმიტომ შეიძლება ბევრი პროდუქტი გქონდეს შიგნით. product ID. აი ბევრი პროდუქტი ჩასგულისხმო, ნახეთ. აი მაგალითად მე მინდა კიდევ PS5-ის ყიდვაც რა. ნახე, მე მაქვს iPhone 16 Pro Max და PS5-იც. აი ეს მაქვს და ესეც. და მე მინდა აი მაგალითად ამის დაბრუნება უკან iPhone 16 Pro Max-ის. ეს მინდა რომ დავიტოვო. შეიძლება ბევრი რაღაც მქონდეს ქარტში რა. ამიტომ ეგეს უნდა დავაკონკრეტო. remove from cart გამოვიძახოთ, ანუ პირველი users უნდა რომ დააბრუნოს პირველი ID-ის მქონე ობიექტი, ანუ iPhone 16 Pro Max. ანუ საბოლოო ჯამში იქამდე მივიდოთ რომ მე user-ი უნდა შევცვალო, ხო? user-ი უნდა შევცვალო. ანუ მე შემიძლია ჯერ წამოვიღო user-ი რა არის. const user უდრის await get user წამოვიღო მთლიანი user-ი. მოდი დავაკონსოლებ. console log user. ნახეთ. აი ეს თემოს user-ი წამოვიღე. არა, მოიცერეთ. აქ ID უნდა გადავცე აუცილებლად, თორე ყველას წამოიღებს. აქ რო არ გადავცე, ID არის ცარიელი. მე მინდა რომ მაინც აი პირველი წამოვიღო მარტო რა. აი წამოვიღე ჩემი user-ი, რომლის ქარტში არის iPhone 16 Pro Max და PS5. და მე მინდა რომ აი product ID რაც არის, ანუ ერთიანი, აი ეს ამოვიღო. user-ი მაქვს, ну თუ user-ი არის არსებობს და რაღაც არ არსებობს, მაშინ დავარეთარნებ, რომ ფუნქცია გაჩერდეს თქო და არ გავაგზელო. და თუ არსებობს გარზელდება რა. იმიტომ რომ ერთიანი ფუნქციას აჩერებს. და თუ user-ი არსებობს, მაშინ user-ის cards გავფილტრავ. და მხოლოდ ისეთ პროდუქტებს დავტოვებ, რომლის ID არ უდრის product ID-ს. და შევინახავ ისევ user card-ში ახლიდან. user card-ი უდრის user card-წერტილი filter, აქ მაქვს პროდუქტები და ისეთ პროდუქტებს დავტოვებ, რომლის ID არ უდრის product ID-ს. ამით რას გულისხმობ, ნახეთ. თავიდან product-ი ხო არის პირველი ობიექტი. product ID არის 1. 1 არ უდრის 1-ს. ეს true არის თუ false? False-ია. ესე იგი ეს პირველი ახალ მასივში არ გადავა, ანუ ქარტში არ გადავა. მერე მეორე DS57 არ უდრის 1-ს. ეს ხო true არის, არ უდრის. ამიტომ გადავა ახალ მასივში და შეინახება. ნახეთ console log user ქარტში რომ დავაკონსოლოთ. აი გაიფილტრა და მარტო მეორე დარჩა. ის პირველი ამოვიღეთ. და ეხლა შევცვლი აი ამ users მე. const changed user უდრის await change users გამოვიძახებ.
user ID-ს გავატან და ასევე გავატან users, რომელიც შეცვლილია უკვე. და დავაგვასოთ changed user. აი, ამოვარდა პირველი iPhone. აქ ასე გადავიდეთ, iPhone-ი ამოვარდა, დარჩა მარტო ეს მეორე. შემიძლია მეორეც ამოვიღო. ანუ D147 ID გავატანო და ესეც ამოვარდება. კარტი მაქვს არიელი. გადავიდაგაც, კარტიაც არიელი. კიდე, კარტი არის სკალათ, არა კალათი შეამატებ და მე ყიდულობ კალათი რაც გაქვს. შეგიძლიათ რომ checkout-ის ფუნქციონალის დაამატოთ. დაამატოთ ისეთი ფუნქციები, რომელიც დათვლის კარტში პროდუქტებიცა მათ საერთო ფასს. ანუ ძალიან ბევრი რაღაც მოფიქრება შეგიძლიათ რა. და შეგიძლიათ მთელი სისტემა ააწყოთ. აი, იმეილის ვალიდაციები გააკეთოთ. user-ის ლოგინის და რეგისტრაციის იმიტაციები გააკეთოთ. ეხლა ეს რეალური პროექტი ხო არა, მაგრამ დაახლოებით ლოგიკურად რეალურ პროექტებში იგივე რაღაცა ხდება. დაახლოებით ლოგიკურად. რა თქმა უნდა, იქ უფრო მეტი უსაფრთხოების წესებია დაცული. აი ფიქენზე გადავალთ, მე მაგას ვისწავლეთ, მაგრამ ლოგიკურად დაახლოებით იგივე რაღაცები ხდება. ეს არის მარტივი ვარიანტი ჩათვალეთ. ნუ ეხლა checkout-ს, ფასების დათვლას და ასე შემდეგ დღეს აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ისედაც დიდხანი გამოგვივიდა ეს სემინარი. მაგრამ მგონი რომ საინტერესო, იმიტომ რომ აი შეგიძლიათ თქვენით ააწყოთ აი ბევრი რაღაცა. რა ერთი პატარა თქოს ამოცანა იყო. ანუ მთელი ამოცანა აღიხსენით ერთ წუთში სულ თავიდან. რომ ეს უნდა გავაკეთოთ. და საათ ნახევარი დაგჭირდა ყველაფერი აღვეწყო. და საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ დღეს. ამიტომ ეს checkout-ის ფუნქციონალი, რაღაცა რეგისტრაციის იმიტაცია, ლოგინის იმიტაცია, ყველა პროდუქტების ფასის დათვლა, რომელიც კარტშია თქვენით დაამატეთ, მაგ დავალებას გაძლევთ. მე ხარ არ გაძალით, მაგრამ თუ გაკეთებთ, ბევრად კარგი იქნება რა თქმა უნდა. ასევე რაღაც რესურსები მაქვს ატურთული მე-9 კვირის Discord პოსტზე. ეგენს გადაიკითხეთ. HTTP მეთოდები არის როგორ მუშაობს REST API, როგორ მუშაობს ინტერნეტი, მაგაზე მაქვს ინფორმაციები დალინკული. ეგენს აუცილებლად წაგიკითხეთ. ეხლა დღეს სულ ეს იყო. ამით მოვჭით ჩანაწერს და გადავიდეთ კითხვაზე პასუხს.